რამდენიმე წუთის წინ უკვე საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ ეგრეთ წოდებული ტიტუშკები, ადამიანები, რომელთა მთავარი მოვალეობა დღეს არის ის, რომ საარჩევნო უბნებთან მიიყვანონ ქართული ოცნების მხარდამჭერები. Რასაყურველია ჩვენ ამ ადამიანებს ვეკითხებით თუ რატომ არიან მობილიზებულები საარჩევნო უბნის სიახლოვეს, ისინი რასაყურველია არ პასუხობენ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს, ამბობენ გამოგონილ მიზეზებს, რომ თითქოს დაბადების დღეზე არიან, ან ქორწილში მიდიან, თუნდაც შვილს ელოდებიან, რომელიც შაბათ დღეს სკოლიდან უნდა გამოიყვანონ. ჩვენ გადავიღეთ რამდენიმე ათეული კადრი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ქართულ ოცნებას ნამდვილად აქვს გამოცხადებული სრული მობილიზება იმ ადამიანების, რომლებმაც უნდა მიიყვანონ საარჩევნო უბნებთან მოქალაქეები, რას ამბობენ ტიტუშკები და ის ადამიანები, რომლებიც საარჩევნო უბნებთან დგანან, ახლა პირდაპირ ეთერში მოისმენთ. ერთ საარჩევნო უბანთან ხო ვერ გვეტყვით? ხო, მაგრამ ხო იმყოფებოდით საათი. დიდი ხანია გახართ მანდ. მიგყავთ ხალხი რომ მიიღოთ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა თუ მითხარით, გეკითხებით რა საკეთებით? არ მაინტერესებს გასწი გაკ. რო არ გაინტერესებს, ვიცი, მაგიტომ ავედი, თორე შენ ინტერესისაგან ნამდვილად არ იქნებოდა. გადი რა ერთი წუთი გასწი კამერა. რატო ბრაზდებით, გეკითხებით? რა მოქცევა ის. და თქვენ რატოდ გახართ საარჩევნო უბანი? რა შენი საქმეა ჩემ ქუჩაზე აზრები ვიგებ. თქვენი ქუჩა არის, მაგრამ საარჩევნო უბანთან არ მოდი კარგად იყავი რა. ხალხის მიყვანა გაქვთ დავალებული თუ რის? გასი მიკროფონი, რას მოვა გადი. მოგესალმებით. თქვენთანაც მოვა. შემოგარგო, მომესალმე. რატო ხართ აქ მობილიზებულები? რას ელოდებით? რამდენი ხანია აქ ელოდებით? ბატონო, ველოდებით. ვის? არ ვარ თქვენ არჩევნების სიაში. არა, ისე ხედავთ ამ სიცხეში ამ ბანკანაში? ველოდებით ჩემ ძმას და უნდა წავიდეთ. რა ვერ მოვიდა ამდენი ხანი თქვენი ძმა საიდან მოდის? რამდენი ხანია თქვენ აქ? 1 საათი. არ არის 1. ნუ 40 წუთი მაინც ხო არის. მერე უკიდა საფნახევარი ვიჯდები ჩემი ბანკანა. ხო და საარჩევნო არ ვაკეთებ მე. ღმერთმა მოგცეთ უკეთესი ბანკანაც. მე კი არ გადავებით რატო ყავს ეს ბანკანა თქო, მაგრამ საარჩევნო უბანთან რატო გახართ? რა მესევოდები? ამ სიცხეში ბანკანაში რა ვიცი. არაფერს იქ არაფერი საქმე არ აქვს. მის ვამოსვას არ აკონტროლებთ მოქალაქეებისას ვის შედით? დაბადების დღე მაგდრე და მოსალოდნელი. კი უცავთ დაბადების დღეს. კი, არაფერი შემოკარგო არა. ხალხი აქ მოდის დაბადების დღის მოსავალს არ? ველოდები უნდა წავიდეთ მეთქი, არ ვარ არჩევნების იმაში, შემოკარგო. ანუ დაბადების დღეზე მიდიხართ. არ მივდივარ არსად. ტელეფონი თუ მიჭირავს ხელში. არა, ტელეფონზე არ მაქვს არ არის პრობლემა. ახალი ტენდენცია რაც შეინიშნება წლევანდელ არჩევნებში არის ის, რომ ქართული ოცნების დამკვირვებლები, რომლებიც საარჩევნო უბნების შიდა სივრცეში არიან, ცდილობენ მაქსიმალურად, რომ ის ვიდეო კამერები, რომლითაც აღჭურვილია მთლიანი საარჩევნო პროცესი, რომელმაც უნდა დააფიქსიროს დარღვევები, გამოგონილ ბრალდებებს იშველიებენ იმისათვის, რომ ამ კამერებმა ის დარღვევები არ გადაიღოს, რომელიც საარჩევნო უბნის შიგნით ხდება. ეს იყო ირაკლი ბახტაძე და ნატაშა